ეს თემა წამოვიდა საიდან? თავის დავაცხადია, რომ ის პირველი თეთრი ფარშევანგი რო შეიქმნა იმ მოტივით, რომ დაყარა ყველაფერი ფარშევანი და თავისი სითეთრით განთავისუფლდა სამაგეროდ ირგვლივი მოიქანდა მისი ფერები და თვითონ კი არ იყო ამ ფერების მატარებელი, არამედ თავის ფერებში თვითონ შევიდა და თვითონ დადიოდა და ის ნამუშევარი ეყიდა ერთ ის იყო ჯორჯ ჰიქსი, ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი ამერიკელი, რომელმაც გახსნა საქართველოში პირველი ჯიპას უნივერსიტეტი. და მეუღლე 90 წელს გადაცილებულები შეიძინეს ის თეთრი ფარშევანგი და ვერ დამირეკეს და მხოლოდ თუ შეიძლება რომ მოსულიყვნენ სახელოსნოში. რა თქმა უნდა დავთანხმდი და როგორც შემოვიდნენ ეს ორი მოხუცი, ერთმანეთს რო შეხედეს სიხარულით, ჩაავლეს ხელი ერთმანეთს ესე და აი ხო გეუბნებოდი რომ ქალბატონი დაუგახელი და ანუ რას ელოდებოდი რა რომ ეს თეთრი შემთხვევით იყო თუ სხვა სურათებშიც ნახავდნენ თეთრს. ანუ კი არ შეცდნენ, არამედ მისამართზე მოვიდნენ ასე ვთქვათ. მერე ის თეთრი ფარშევანგი, ხო? გადასცეს ფლორიდის კათედრალურ ტაძარს. ზარე მარადიული მოგოდი. ანუ პენელოპა იყო. და ბევრი სახელი, ერთ სახელი კიდე უნდა იყოს ამ. ინოვაციური ამბავი უნდა მოგყვას ნიშანი. აი, 2 თვის წინ დაგვეკავშირდა ეს Samsung-ის წარმომადგენლობა და ყოველს ერთ-ერთი ნახატი ზამთრის თავის პლატფორმაზე, Frame-ის პლატფორმაზე განთავსების უფლება და სული. რაზე შეხება და დათანხმდა ეს. აი, ამ დღეებში დაიდო უკვე ეს ნახატი ამ Samsung-ის Frame-ი არის ახალი თაობის ტელევიზორი გააზრება ტელევიზორის, რომელიც ტელევიზორთან ერთად არის ესეთი ატრიბუტი სახში, სადაც გავუშვებ სურათს და დააყენებ ფონად ასე ვთქვათ. ახალი ტიპის ეკრანი, რომელიც არ ირეკლავს და რო უყურებ ამ მონიტორს, ფაქტიურად გაძლევს ამ სურათის აღქმის არ შესაძლებლობას. აი ციგაზე მევსივარი. და ჩემი ზაშურს მივყვა ზურიკოს. აი ყველა ცოცხალი პერსონაჟია. ყველას ვიცნობ.